გაუარა გვერდით აღნიშვის მარცხნივ თევზაძე მოსწებნა ჩამოწოდება შეიძლება 4 დინამოელია მეტოქის ნახევარ ჩამოწოდება დარტყმა არის თევზაძის მშვენიერი პასი და ბექა მიქელთაძემ შეხვედრის 35 წუთზე გაიტანა გოლი ბათუმის დინამოს კარში 1-0 ასე გაიხსნა ანგარიში 1-0 ბექა მიქელთაძემ გახსნა ანგარიში აი ნახეთ თევზაძის ჩამოწოდება მიქელთაძემ ყველას დაასწრო ის მარტო უყურადღებოდ დატოვეს ჩველებმა და მეკარე უძლური იყო ამ დარტყმის წინაშე 1-0 დაწინაურდა თბილისის დიდ კარდაომ დაუტოვა ჩაკვეტაძეს 4 დინამოელია მეტოქის ნახევარზე ოხრა კარგი პასი გაკეთა ლობჟანიძე საჯარიმოშია მის წინ გოგიტიძია ლობჟანიძე დარტყმა ბურთი იუვიდა არაბულმა რატომღაც დაახანა არ დაარტყა შემდეგ დარტყმა არის თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება ლობჟანიძე ზუსტად დაფიქსირდა ეს დარღვევა არაბულ შეეძლო მანამდე გოლის გატანა ვერ მოახერხა კარში ზუსტად გადაეგზავნა ბურთი შემდეგ მიქელთაძემ გააგრძელა შეტევა როგორ შეხვედრის არბიტრმა გადაწყვიტა რომ გოლი ჩათვლილიყო გვერდითმა არბიტრმა დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა მაგრამ ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აი ნახეთ ეს მომენტი ლობჟანიძის კარგი თამაში დარტყმა ბურთი მოხვდა მცველს მიუვიდა არაბულმა ორი ჩველი თითქოს ჩამოიცილა აი ნახოთ ეს მომენტი მართალია მთავარი ჩველი თამაშგარე მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა აი ზუსტად გამოჩნდა ამ ეპიზოდში თავარმა არბიტრმა ზუსტად დააფიქსირა ახლა თუ კიდევ ნახოთ თუ შეიძლება გამეორებით ეს მომენტი კარგი იქნება თუ კიდევ ნახავთ აი ამ რაკურსით ალბათ კარგად გამოჩნდება აი ნახოთ ჟენიერი პასი ლობჟანიძის მისამართით ლობჟანიძე დაიწყო ეს შეტევა განაგრძო ეს შეტევა უფრო სწორად ამ რაკურსით გამოჩნდება იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა ლობჟანიძე ურთავს ბურთი მიდის არაბული ვერ ახერხებს კარში დარტყმას თუმცა შეტევა დინამოსი გაგრძელდა აი ნახეთ მომენტი მიქელთაძის დარტყმა და 100%-იანი გოლია, სუფთა გოლია. თამაშგარე მდგომარეობა. სწორედ ასეც მოხდა სახიბათო მომენტი ეხლა ვილაბოს აკალთა ჯერ ხდება ბურთი კიდევ ჯერ დარტყმა არის. 3-0. ველესიანის აქტიურობას მოყვა ეს მესამე გოლი. ბათუმელთა კარგად ჩააწოდა საჯარიმო კართან ახლოს ეხლა. დინამოელთა შველმა გიორგი თევზაძემ და იქ საჯარიმოს წინ აი ნახეთ თევზაძის ჩამოწოდება ველესიანის აქტიურობა პირველი დარტყმა მოხდა ბურთი გველესიანს შემდეგ ძელს ხდება ისე გაუბრუნდა გველესიანს და ამჯერად უკვე მისი დარტყმული მას შემდეგ რაც შეეხო ხარი რომელსაც დღეს უკვე გაიტანა გოლი ჩაკვეტაძე ბურთით იქ ლობჟანიძე სწორედ მისი მისამართით პასი ლობჟანიძე დარტყმა ბურთი ხდება ძელს შემდეგ მეორე ძელს და გამოდის მოედანზე საოცარი მომენტი ჩაკვეტაძის კარგი პასი ლობჟანიძის დარტყმა ჯერ ერთ ძელს მოხდა ბურთი შემდეგ მეორეს და გამოვიდა ისევ დარტყმა ისევ გაიტანა ლობჟანიძე მაინც გააგრძელა ლობჟანიძე მე შეტევა კარგი პასი გაკეთდა და დიდებული გოლი 4-0 ხდება ანგარიში ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა კარგი მომენტი იყო ნახეთ არაბულმა გაუკეთა მას საგოლე პასი არაბულმა მიიღო ბურთი აი საგოლე პასი გააკეთა გადაცდა ბურთი ჩაკვეტაძეს და ლობჟანიძის დარტყმული უკვე მეკარისათვის აუღებელი გახდა 4-0 ხდება ანგარიში